მახსოვს ის გემო, სუნამოს გემო, რომელიც სუფში გაიპარა და მეც და ჩემმა მამინაც ვალმაც და ჩემის მეუღლემ, რა თქმა უნდა გადავასხით ეს. იცი რა, მე საერთოდ ადამიანებს ვიმახსოვრებ არომატებით. მინდოდა შემექმნა რაღაც, რაც ადამიანებს დააბრუნებდა ძველ მოგონებებთან. პასუხისმგებლობები არც მე არ მაკლია. და სხვა შორის მასკულინური პასუხისმგებლობებიც აღებული მაქვს. თუ არ ხარ გულწრფელი, ალბათ კამერის წინ არც უნდა დადგე რა, იმიტომ რომ ის არის ყველაზე დიდი საზომი. ხოცი გაცილებული ოჯახები ერთმანეთის ჯინაზე რომ უფრო გაათამამებს. არსებობს ერთი სუნამო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც 1993 წლიდან სულ მაქვს. პირველ რიგში მე ვამბობ ხოლმე, რომ მადლიერება საკუთარ თავთან, იმიტომ რომ არა ჩემი რესურსი შეიძლება ამით არ გამეკეთებინა. ნუ თუ არა ვარ ღირსი, რომ ჩემ თავს გავუკეთოს, მე ხო ჩემი შრომით გამოვიმუშავებ ამას და ხო ჩემი არის, ჩემი მონაპოვარი და მოდი რა გავათამამებ ჩემ თავს და გასაუბრებაზე ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილვარ ასე, ხო ხვდები ახლა მე სივით არსად არ მომკვდრილვარ და აი ნახე რამდენი წელი გავიდა და გამორიცხულია, სულ რო ეზოში არავინ არ იდგეს და გვერდზე გადავდიო და ციმციმა უნდა ჩავრთო. იმიტომ რომ აი შენიშვნა ჩემთვის ეს არის პირიქით შანსი რომ გავიზარდო და არა ის რომ მეწყინოს.